დღეს მოვამზადოთ აჯაბსანდალი ღუმელში. ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული განსაკუთრებულ არომატს და გემოს იძენს. თუ აჯაბსანდალი გიყვარს, ეს ჯანსაღი და უგემრიელესი ვერსია აუცილებლად უნდა სცადოთ. თუ მოგეწონებათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა და სხვისთვის გაზიარებაც. ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა, არაფერი განსაკუთრებული აქ არ იქნება. უბრალოდ დავჭიროთ სასურველი ბოსტნეული ის, რასაც ვიყენებთ აჯაბსანდალში. კარგად გავასუფთავოთ ყველაფერი და გამოვაცხოთ ღუმელში. ზედა ქვედა წვით, რა თქმა უნდა. მე შევწვალ ყველაფერს უცხიმოდ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ რადგან ვაკეთებთ ჯანსაღ ვერსიას, მოდი ასე გავაკეთოთ. შიგადაში ცოტა ამოურიეთ ხოლმე ბოსტნეული, რომ კარგად შეიბრაწოს და კარგად მოიხარშოს. კარგი ჩემი ბოსტნეული უკვე კარგად შეიწვა და მოიხარშა, ნუ როგორც არის. ახლა გადავიტანოთ უკვე სასურველ თაში ან ქვაბში, უბრალოდ ყველაფერი ერთად ჩავყაროთ, რაც აჯაბსანდალს ეკადრება და შევაზავოთ კარგად გემრიელად. ამ შემთხვევაში მე შევაზავებ ასე. გამოვიყენებ აუცილებლად ცოცხალ ხახვს, ცოცხალ ნიორს, რა თქმა უნდა, ცოცხალ მწვანილებს და ცოტაოდენ სუნელებსაც. მე გამოვიყენებ კიდევ პომიდორს, რომელიც მაქვს მომზადებული. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირ ტომატ პასტა. ამ პომიდორთან ერთად ახლა მოვთუშავ ცოტა სტაფილოსაც და ახლოებით 5 წუთი. შეგიძლიათ რა თქმა უნდა პირდაპირ პომიდორი გამოიყენოთ. შემდეგ დავუმატებ ამ ჩვენს აჯაბსანდალს. კარგად გემრიელად აურევ ყველაფერს, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივია, როგორც გითხარით, ზედმეტს არაფერს არ მოითხოვს და არის უგემრიელესი. უნდა სცადოთ აუცილებლად, თუ აქამდე არ გიცდიათ. მწვანილები არ დაგვაუწყდეს, ბევრი მწვანილები უხდება. რეჰანიც მოუხდებოდა ამას, მაგრამ არ მქონდა. ნიორი ცოცხლად უხდება სასწაულად. ალბათ ყველაზე კარგი გემოს ეს აძლევს. ახლა რაც შეეხება სუნელებს. ამ ეტაპზე მე გამოვიყენებ აუცილებლად შავ პილპილს, მარილს, რა თქმა უნდა. უჯერეს დავამატოთ, მოდი და მე რომ მივალთ იქამდე უფრო კარგად ვთქვათ. მოურიეთ მოკლედ. დავამატოთ, რა თქმა უნდა, რაც ვთქვი უკვე შავი პილპილი, წითელი წარეწიწაკა, უცხო სუნელი, ცოტა ქინძის დავამატე, მაგრამ არ ჩანს. ხმელი ქინძი. გადავურეთ ყველაფერი კარგად და მივირთვათ ძალიან გემრიელად. თან ისე, რომ არ დავითვალოთ კალორიები და მსგავსი რამეები. შეგვიძლია ვჭამოთ ულიმიტოდ. ახლა კი თაქი მშვიდობებით, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა და დამიტოვეთ კომენტარი.